Დამშვიდობის თქვენ უყურებთ იმედის დილას 17 დეკემბერს საღამოს 8 საათზე საქართველოს სოლიდარობის ფონდი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ამერიკის საელჩო საქართველოში და ჯანსუღ კახეთის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი ერთობლივად წარმოგიდგენს მსოფლიო მნიშვნელობის ამერიკული ვოკალური ჯგუფის New York Voices-ისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის ერთობლივ საახალწლო საქველმოქმედო საღამოს, რომელზეც შემოსული თანხა მთლიანად სოლიდარობის ფონდს გადაერიცხება. და ჩვენი სტუმრები არიან სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მარიამ ჯაში და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ბატონი კახა კანდელაკი. ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. გამშვიდობის, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მარიამ, დავიწყოთ თქვენგან პირველ რიგში ამ ფონდის შესახებ, რომელიც ამ ზაფხულს თორცლები რამდენიმე თვეა რაც შეიქმნა 21 წლამდე ასაკის ჩათვლით ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვთა ფინანსური ბარიერები პრაქტიკულად აღმოიფხვრა. აქვე 37 ბავშვი არის დაფინანსებული და ახალგაზრდა ასე ვთქვათ დაფინანსება 913,000 ლარით. სწორედ ახლა. ამჯერად რა თანხაა მობილიზებული? მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკურად ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ქვეყანა, როგორც ვთქვათ, ლეიკემიის კონკრეტულად, ასევე სოლიდურის მსვენეების თვალსაზრისით. დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. ჩვენი ფონდი სწორედ აღნიშნეთ, რომ ზაფხულში შეიქმნა ივნისში პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და აღნიშნული ფონდის მიზანი არის არა მხოლოდ ონკოლოგიის პრობლემის მოგვარება ეტაპობრივად ქვეყანაში, არამედ ზოგადად საზოგადოების წინაშე მდგარი ყველაზე მწვავე სოციალური პრობლემატიკის გადაჭრა სახელმწიფო კერძო და საზოგადოების ერთიანი ჩართულობით. ეს გახლავთ ინოვაციური დაფინანსების მოდელები, რომელიც მსოფლიოში არის აპრობირებული და ასევე სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული სოლიდარობის ფონდების გამოცდილების გათვალისწინებით შეიქმნა საქართველოს სოლიდარობის ფონდი. დღეისთვის 1,321,000 ლარი არის მობილიზებული, მათ შორის 913,000 ლარი უკვე დაფინანსდა, როგორც თქვენ აღნიშნეთ, 37 ბავშვის დიაგნოსტიკის და მკურნალობის თანადაფინანსება მოახდინა ფონდმა, მათ შორის 13 ბავშვის საზღვარგარეთ, შესაბამისი სამედიცინო საჭიროების შემთხვევაში, მაგრამ ფონდის მთავარი პრინციპი გახლავთ ყოველთვიურად პროგნოზული ფინანსური რესურსების სწორად გათვლა, რომელიც საშუალებას მოგცემს, რომ ზუსტად განსაზღვროთ, რა მოცულობის პროგრამების განხორციელებას შევძლებთ. ძალიან მოკლედ, თუ კი ყოველთვიურად 400,000 ლარის მობილიზებას უსრულყოფს სოლიდარობის ფონდი, 21 წლის ასაკის ჩათვლის ონკოლოგიური დაავადების პრობლემატიკა მთლიანად დაიფარება და მას შემდეგ უკვე ჩვენ შეგვიძლია ვიფიქროთ გაფართოვებაზე. ჩვენ უკვე დავიწყეთ კონსულტაციები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების და იშვიათი დაავადებების მქონე ბავშვების დიაგნოსტიკის და მკურნალობის თანადამნაშრომლად. ანუ თქვენ ფაქტობრივად შეეცდებით, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვეა ტემპი აკრიფეთ, შეეცდებით ყველა ეს თემა მოიცვათ. ეტაპობრივად განსაკუთრებით ეს პრობლემები აქვს სოციალურად მძიმე მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს ან დაბალ. საინტერესოა სუმცირე რა თანხაზეა საუბარი იმისთვის, რომ გაფართოვდეს თქვენი პროგრამები და აი თუნდაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებსაც დაეხმაროთ. დღეისათვის 250,000 ლარი ყოველთვიური დაფინანსება ფონდს უკვე აქვს გარანტირებული, ჩვენ გვჭირდება 400,000 ლარამდე ონკოლოგიური დაავადებების სრული, ვთქვათ, პაკეტით უსმლოსაყოფად და შემდგომი უკვე ბიჯები 100,000 ლარიანი ბიჯებით მაგალითისთვის, თუ კი ფონდი შეძლებს 500,000 ლარის მობილიზებას, ჩვენ შევძლებთ, რომ ანტიეპილეფსიური მედიკამენტებით სრულად დავფაროთ საქართველოს მასშტაბით ბავშვთა საჭიროება. შემდგომი ბიჯი შეიძლება იყოს აუტიზმის, ესე ვთქვათ, რეაბილიტაციის პროგრამები და ასე შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, როცა საზოგადოება იმყოფება დისკრიმინაციის ზღვარზე და ხშირად ვაწყდებით ჩვენ ესეთ პრობლემებს, როცა მიმდინარეობს თუნდაც აი აუტიზმის სპექტრის მქონე ადამიანების, ესე ვთქვათ, უფლებების დარღვევა. გადავიდეთ კონკრეტულად ამ 17 დეკემბრის საღამოზე, ბატონ კახა, მომენატრე კიდევაც თქვენთან ახალ მუსიკალურ სიახლეებზე საუბარი. აი კონკრეტულად New York Voices შესახებ და ამ ერთობლივი პროექტის შესახებ რომ მოგვიყვეთ. დიახ, ესე იგი, საერთოდ ტრადიციაა თელ ევროპაში, რომ დეკემბრის 25 რიცხვამდე ესეთ საახალწლო პროგრამებს მართავს ესეთ დიდი ვარსკვლავები, როგორც New York Voices არის, იგივე TX6-ის სხვადასხვა ჯგუფები მართავს. სპეციალურად მომზადებული აქვს ახალი წლის პროგრამა.
კომპოზიციები თავის არანჟირებით, ესეთი ორიგინალური თავისი კომპოზიციებით და დადიან თელ ევროპაში და ადგილობრივი ორკესტრები ხდებიან. ჩვენ ეს შანსი გამოვიყენეთ და გვინდა რომ ტრადიციად იქცეს, იმიტომ რომ ევროპაში პირიქით არის მანამდე უნდა დადგეს საახალწლო განწყობაზე თქვა მსმენელი მოსახლეობა ვიდრე თქვა 31 დეკემბრის მერე უკვე თავისით გრძელდება ეს ყველაფერი და ეს ამ თემაზე ვფიქრობდით და დაერთხვა ის რომ რაღაც ორმაგი დატვირთვა აქვს, იმიტომ რომ ადამიანები უდიდეს სიამოვნებას მიიღებენ და ესწრებიან ესეთ კონცერტს, იმიტომ რომ კახეთის ორკესტრი ნიუ-იორკ ვოისის ერთად რაღაც მართლაც უნიკალური კონცერტი იქნება, გრემების მფლობელები არიან დღეს. პირველად ჩამოდიან, იყო ამ სტილის მანჰეტენ ტრანსფერი, მაგრამ ყველა მიცის რომ სოლისტი გარდაიცვალა და სოლისტი გარდაიცვალა და ამიტომ რამოდენიმე წელია უკვე ეს ტოპ ვოკალურ ჯგუფად ითვლება ნიუ-იორკ ვოისის დედამიწაზე და ძალიან პრესტიჟული არის ყველასთვის ეს ადამიანები ჩამოდიან და ძალიან საინტერესო პროგრამა, იმიტომ რომ მათ უკვე გადმოაგზავნეს ეს ნოტები, ორკესტრი ემზადება, შერეული იქნება საახალწლო და რამოდენიმე ესეთი 70-იანი წლების ჰიტებიც იქნება, სვინგის სტილშიც და ძალიან საინტერესო კარგი პროგრამა იქნება. და მთელი შემოსავალი, რაც გაიყიდება 20-დან 100 ლარამდე იქნება, რამოდენიმე ფასია ბილეთის და მთელი შემოსავალი გადაირიცხება სოლიდარობის ფონდში და ესეთი პრეცედენტი არასდროს არ ყოფილა, რომ ამ დონის კონცერტი ჩატარებული იყოს და 100%-იანი თანხა რაც შემოვა სალაროში პირდაპირ გადაირიცხება ფონდში და მე მგონია რომ ეს ნორმალური კარგი სოლიდური ციფრი იქნება და ძალიან ბევრი ადამიანს დაეხმარება ის ადამიანები ვის დაესწრება და მაგალითად მხოლოდ ერთი კონცერტი გაიმართა. მხოლოდ ერთი კონცერტი იქნება, იმიტომ რომ ესენ სიამოვნებას მიიღებენ და პლუს დაეხმარებიან ადამიანებს და ეს ტრადიცია გვინდა გავაგზავნოთ მომავალ წელს დეკემბერში, შეიძლება დეკემბერში უკვე მომავალ წლის უკვე 3 კონცერტი ან 2 კონცერტი გაიმართოს და ესე ნახოთ როგორ წავა მე მგონი კარგი იქნება ეს ყველაფერი. ნუ ერთობლივ ღონისძიებებს კიდევ გეკმავთ თქვენ სოლიდარობის ფონდთან. აუცილებლად, იმიტომ რომ ისედაც თქვა იგივე ჩვენი პარტნიორები, იგივე Eastern Promotion-იც, მარჯანიშვილის თეატრის თავის ყველა გაყიდული ბილეთთან წლის განმავლობაში რაღაც პროცენტს იხდიან უკვე სოლიდარობის ფონდში თავის ბევრი კომპანია, რომელიც ბევრი კომპანიები მოემატება ამას ყველაფერს, ისედაც თანამშრომლობ, მაგრამ ესეთი მთლიანად რომ მთელი 100% შემოსავალი რომ გადაირიცხოს, ესეთი რაღაც ჯერ არ ყოფილა მით უმეტეს ამ დონის კონცერტზე, იმიტომ რომ კარგად იცით, რამდენი წელებია ვაკეთებთ კონცერტებს და ესეთი რაღაც არ ყოფილა. მარიამ, კონკრეტულად თუ არსებობენ ადამიანები, ვთქვათ, ვიზეც დაიხარჯება ეს შემოსული თანხა, თუ მთლიანად განაწილდება, როგორ იქნება ეს? ხომ არ არის რომელიმე, ვთქვათ, ან ბავშვი, ან პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში შემოგვდის განცხადებები 21 წლის ასაკის პროფილის ონკოლოგიური პაციენტების პრაქტიკულად ყველა პროფილური განცხადება, ანუ 21 წლის ასაკის ჩათვლით ონკოლოგიური პაციენტი, რომელსაც ჭირდება ან ადგილობრივად საქართველოში ქიმიოთერაპიის, ან თქვათ ქირურგიის თანადაფინანსება, ან სჭირდება საზღვარგარეთ ტრანსპლანტაცია, მთლიანად ფინანსდება. ამდენად ეს არის მიმდინარე დაფინანსება და ჩვენ შეგვიძლია ცალკე აღვნიშნოთ თუ კი რა თქმა უნდა პაციენტს და მათ ოჯახებს ექნებათ სურვილი, რომ თქვათ მცირე ესე თქვათ რეპორტაჟიც გაკეთდეს, კონცერტიდან შემოსული თანხით შეგვიძლია კონკრეტულად უკვე გავაკეთეთ პატარა სიუჟეტი იმ ბავშვებზე, რომლებიც მიიღებენ დაფინანსებას. ეს ანგარიშები საზოგადოებისთვის იქნება გამჭვირვალე, ბუნებრივია და დღესაც თითეული ბავშვის დაფინანსების შემთხვევა პაციენტის კონფიდენციალობის, რა თქმა უნდა, დაცვით და უფლებების დაცვით, ჩვენ Facebook-ის ვებგვერდით ვოპერირებთ ჯერჯერობით სულ რამოდენიმე კვირაში უკვე. შემდეგი კვირიდან უკვე იმედის დილაში. იმედის დილად ჩამოგიერთებათ და თქვენი ფონდის სოლიდარობის ფონდის საქმიანობას გავაშიფრებთ. დღესაც შეგიძლიათ გაეცნოთ ყოველთვიურ პერიოდულ ანგარიშებს, რომელსაც ჩვენ ვაქვეყნებთ დეტალურად შემოსული თანხების, დაფინანსებული ბავშვების ასაკების და დიაგნოსტიკის და თანხების მიხედვით. ამდენად თითოეულ ადამიანს დღესვე შეუძლია, რომ თქვათ ეს ინფორმაცია მოიპოვოს და ჩვენი თქვათ დიდი თხოვნა არის თითოეული საჯარო მოსამსახურის მიმართ და ასევე კერძო სექტორში დასაქმებული ხალხის მიმართ, რომ გააზიარონ ეს ინფორმაცია და ვისაც ექნება სურვილი,
რომ თუნდაც ყოველთვიურად მცირე დონაციით შემოგვიერთდეს, ეს იქნება ნამდვილად ძალიან ყველა მოქალაქის შარდულობა ძალიან მნიშვნელოვანია ამაში. ბატონ კახა, ძალიან მოკლედ, სად იგეგმება ეს კონცერტი, სად იქნება ეს გამოხრჩა, როგორ თქვა ჩვენ მაყურებლისთვის? ეს იქნება თბილისის საკონცერტო დარბაზში, ანუ ფილარმონიაში. ბილეთები იყიდება სალაროში ყოველ დღე, შაბათ-კვირას ფათაშოი ძალიან დიდი რაოდენობა გაყიდული, რამოდენიმე კომპანია ყიდულობს დიდ რაოდენობა ბილეთებს და შემდეგ საახალწლო საჩუქრებს უკეთებენ თავის პარტნიორებს და სხვა. თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში და აგრეთვე სახლიდან გაუსვლელად შეუძლიათ ბილეთები წერტილი ჯირზე ონლაინ იყიდონ ბილეთები. ასე რომ 17 დეკემბერი საღამოს 8 საათი საქართველოს სოლიდარობის ფონდი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთვარაცობის სამინისტრო, ამერიკის საელჩო და ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალური კულტურული ცენტრი გეპატიჟებათ მსოფლიო მნიშვნელობის ამერიკული ვოკალური ჯგუფის ნიუ-იორკ ვოისისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის ერთობლივ საახალწლო საქველმოქმედო კონცერტზე. ჩაერთეთ ამ აქციაში და გახდით ქველმოქმედი. ჩვენ რეკლამის შემდეგ შევხვდებით ერთმანეთს უკვე რუბრიკაში ხუთი შეკითხვა.